თბილისში რამდენიმე საათის წინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ვაკე საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე 93 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. დაკავებულმა გვიან ღამით თბილისში არაყიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის კვეთაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 23 წლის ლადო დაუშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლადო დაუშვილი საავადმყოფოში მიიყვანისთანავე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. შემთხვევის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ამბის გამოვიშვი და მილიციას ჰქონდა შეკრული პოლიციელი. მე თქვი ეს სალონი გადაარჩა. გამოვედი საფრთხიდან და უყურებ ეხლა რა ხდება. რაცინერებია. ღამის 3 საათი იყო იოლი გასტრონომიას თანამშრომელი ვარ და შემოვიდნენ ჩვენთან ჩვეულებრივ ჩიფსი იყიდეს და გამოვიდნენ გარეთ და შემდეგ გასტროლა მოხდა მხოლოდ ერთი. ჩვენ დავინახეთ რომ ახალგაზრდა მამაკაცი ძირსებდები დათიყო და ტაქსი გააჩერდა და წაიყვანეს. მე გავიგეთ რომ გულის არეში იყო ერთი ქვია მოხდრილი და გარდაიცვალა.